მოგესალმებით მეცხრე ავსი ახალი ამბების დროა დღის 12 საათზე ახალ ამბებს მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე პირველად ხვდება პარტიის ცენტრალურ ოფისში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ბრიფინგს იწყებს. ჩვენ ახლა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პირდაპირ ეთერში ვთავთ. იქ წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს დავით ბაქრაძის პირველი შეხვედრა მედიასთან. სანამ დავით ბაქრაძის ბრიფინგი დაიწყებოდა, მანამდე ვნახოთ როგორი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები 40 საათი არჩევნების დასრულებიდან. გაგაცნობთ დღის 12 საათისთვის CSKOS მონაცემებს დათვლილია 3590 უბანიანოს საარჩევნო უბნების 97.3%. პროპორციული სიით წინასწარი შედეგები ასეთია: ბლოკი ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება 55%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 40.27%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 2.4%, ლეიბორისტული პარტია 1.24%, ახალი მემარჯვენები 0.44%, ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი 0.11%. შესაძლოა არ დაითვალონ მარნეულის ერთი უბნის ხმები, გადასახედია თერჯოლის, თეთრი წყაროსა და მარტვილის რამდენიმე უბნის შედეგების შეჯამება. ეს ინფორმაცია მედიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა მიაწოდა. უშიშროების საბჭოს მდივანი ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს ახსენებს. 3 გიგაბოკერია პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ქართული ოცნების ლიდერის განცხადებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც 1 ოქტომბრის მსგავსად დემოკრატიულად ჩაივლის. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ბოკერია მის პროცედურებიც განმარტა, რომლითაც ახალი მთავრობის დაკომპლექტება უნდა მოხდეს. განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც პრეზიდენტის მიერ წარდგენას არ მიიღებს, მიუღებელი და უსაფუძვლოა, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი კრიზისში. შესაძლოა მას ვინმე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა არ თქვა ნათლად თავის სათქმელი. მაშინ როცა ძალიან გარკვევით ითქვა, რომ ქართული ხალხის მიერ საკუთარი ნების ასე მკაფიოდ გამოხატვის პირობებში ეხლა დაიწყება პროცედურა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტის დაკომპლექტების. ეს არ არის გრძელი პროცესი. უნდა მოხდეს შეჯამება შედეგების, ახალი პარლამენტის ხდომის მოწვევა, შემდეგ არის კონსულტაციები ფრაქციებთან, ეს წერია კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა იგულისხმება და პრეზიდენტმა ეს თქვა, ახალი უმრავლესობის მიერ ნომინირება, ინფორმირება პრეზიდენტის ვინ არის მათი სასურველი პრემიერობის კანდიდატი, შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატს პარლამენტში, შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს, შემდეგ ეს კანდიდატი წარადგენს თავის გუნდს და პარლამენტი ამტკიცებს მას. აქ ეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა არ მიიღებს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ უნდა იქნას წარდგენილი, არის ჩემთვის გაუგებარი და ჩემი აზრით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფელიც კი. მინდა აქვე შევახსენო გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ბატონ ივანიშვილს და ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს. და იმედი გვაქვს, რომ ისინიც ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად თავისუფლად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები. მე ვიცი, რომ ვიღაცებს არ მოწონთ კონსტიტუცია ბევრ კითხვებს სვამენ მოდელთან დაკავშირებით, ეს გასაგებია, მაგრამ ამ კონსტიტუციით იქნა არჩეული ეს პარლამენტი, სადაც მათ მოიპოვეს გამარჯვება. ხას უსვო პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მართველი გუნდის დამარცხება მოახერხეს. ამიტომ შემდეგ არჩევნებსაც დაელოდონ, როდესაც მოხდება გარკვევა ქართული ხალხის ნების. დამწუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას კოალიცია ქართული ოცნების გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. განსახილულ საკითხებს შორის ერთ-ერთი ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარიც იქნება. ნოდარ ჩაჩუა ელოდება კონსულტაციების დასრულებას და მას ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თუმცა სანამ ნოდარ ჩაჩუა შემოგვიერთდება ღია ეთერში, მანამდე ჩვენ ისევ უნდა დაუბრუნდეთ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს მართავს. ეს არის პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. ყველა ვართ. მოგესალმებით. მე მინდა დღეს გავაკეთო განცხადება ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან დიდი და სერიოზული გამოცდა ქართული სახელმწიფოსთვის. და მე მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული, დემოკრატიული, ევროპული და ცივილიზებული ერი და მე ულოცავ და მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს იმ ღირსებისთვის და იმ ორგანიზებულობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებზე. მე მადლობას ვუხდი ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს, რომელსაც სჯერა ჩვენი ღირებულებების, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა საპარლამენტო არჩევნებზე. ამავე დროს დღევანდელი სურათით უკვე ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარდამჭერთა უმრავლესობამ, ხმების უმრავლესობა მოიპოვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი არის სახელმწიფო, საქართველოს განვითარება და ქართული დემოკრატიის განვითარება. სწორედ ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ჩვენი ხალხის უმრავლესობის არჩევანს. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გუნდის სახელით მე ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ჩვენ ვიმუშავებთ ახალ პარლამენტში როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი, ამას მოითხოვს ქართული დემოკრატია და ეს არის ქართველი ხალხის ნება. ჩვენ 8 წლის განმავლობაში ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ 8 წლის განმავლობაში ვაშენებდით ქართულ დემოკრატიას. 1 ოქტომბრის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული სახელმწიფო შედგა. 1 ოქტომბრის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული დემოკრატია შედგა. სწორედ ამიტომ დღეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და არასდროს არ დაბრუნდეს უკან. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიღებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამით ვქმნით პრეცედენტს, რომ მომავალ საქართველოში ყოველთვის ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს და დაემორჩილება არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შექმნა ქართული სახელმწიფო ქაოსიდან, სიბნელიდან და არაფრიდან და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც დღეს ყველას აძლევს დემოკრატიული გადასვლის და დემოკრატიული და პასუხისმგებლური ქცევის მაგალითს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას როგორც ოპოზიცია, ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი ღირებულებების, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლას და ამ ყველაფერს გავაკეთებთ პარლამენტში როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. დიდი მადლობა, ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური, ჩვენ ვიქნებით ძალიან მტკიცე და ჩვენ ვიქნებით ამავე დროს კონსტრუქციული ყველაფერში, სადაც საჭირო იქნება ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიისთვის. დიდი მადლობა. ისმენთ. ჩვენი დღევანდელი განცხადებით ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს თუ როგორ უნდა სცე პატივი ხალხის აზრს, როგორ უნდა სცე პატივი სახელმწიფოს და როგორ უნდა სცე პატივი დემოკრატიას და ჩვენ ველოდებით, რომ ანალოგიურს გააკეთებს ქართული ოცნება. დღეს საპრეზიდენტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უპატივცემულობა და დარღვევა და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება მხოლოდ ერთ განცხადებად და დარჩება მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე მინდა რომ ეს ჟურნალისტებს კარგად გესმოდეთ. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და უკვე ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა კარგად გესმოდეთ. გუშინ ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ აგიხსნათ, თქვენ მაინც გაერკვათ. დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციურად არაფერი არ უშლის ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ წარადგინოს სვანო მერიშვილის მთავრობა.
რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას. ამიტომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოს მიმართ და ქართული კონსტიტუციის მიმართ. დიდი მადლობა. ეს ერთად ყველას ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება 1 ოქტომბრის შედეგებს და განცხადებას, იქ სადაც ჩანდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იღებდა უმრავლესობას, ანუ პროპორციულ სიაში, ჩვენ თავიდანვე პრობლემა არ ქონია exit poll-ის შედეგების მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინვე განაცხადა, რომ exit poll-ის მიხედვით ქართული ოცნება იყო წინ. რაც შეეხება მაჟორიტარულ შედეგებს, იმ დროისთვის არსებული მონაცემებით უბნების უმრავლესობას, ოლქების უმრავლესობას მართლაც იგებდნენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები და თუ დღესაც გადახედავთ მაჟორიტარების შემადგენლობას, დაინახავთ, რომ ძალიან ბევრი მაჟორიტარული ოლქი მართლაც მოიგეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა. ამიტომ ეს იყო იმ დროისთვის არსებული ვითარება, შემდეგ ეს ყველაფერი ბუნებრივია დაზუსტდა, უკვე მიმდინარეობს ოქმების გადათვლა ცესკოში და უკვე გვაქვს საბოლოოსთან მიახლოებული შედეგები და როგორც კი სურათი შეიცვალა, ჩვენ არც იმის პრობლემა არ ქონია, რომ დღეს გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მომავალ პარლამენტში უმრავლესობა არ გვექნება. ამიტომ ეს იყო განცხადება, რომელიც ეყრდნობოდა იმ დროს არსებულ მონაცემებს და იმ დროს არსებულ ვითარებას. რაც შეეხება რეფორმებს, ბუნებრივია, ჩვენ არასდროს არ ქონია იმისი განცდა და პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ უშეცდომო პოლიტიკური ძალა, მაგრამ მე დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული. არსებობს ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც არ უნდა შეიცვალოს. არსებობს ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც არ უნდა შეიცვალოს. ის რომ საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს კორუფცია, ის რომ საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს კრიმინალი, ის რომ საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს სიბნელე. ეს ყველაფერი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლისას ჩვენ გვჯერა, რომლისთვისაც ვიბრძოდით და მომავალშიც ვიბრძოლებთ როგორც ოპოზიცია. რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, ბუნებრივია, ცალკეული საკითხები შეიძლება შეიცვალოს, გადაიხედოს, მაგრამ არსებობს ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის რჩება ფუნდამენტურ ღირებულებებად. ოპოზიციაში გადასვლას ჭირდება ერთი ესეთი ბრიფინგი, რომელსაც ვაკეთებთ და ჭირდება პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც დაფიქსირდება საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა. ამიტომ ოპოზიციაში გადასვლა სამართლებრივად და ტექნიკურად პრობლემა არ არის. ოპოზიციაში გადასვლა პრობლემა არის მენტალურად, რასაც დღემდე ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში ვერ ახერხებდა. ამიტომ დღემდე არ იყო შექმნილი პრეცედენტი, როცა სახელმწიფო გუნდი გადადიოდა ოპოზიციაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ ამას ვახერხებთ და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას, როგორ უნდა დაემორჩილო ღირსეულად არჩევნების შედეგებს. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ოპოზიციაში გადასული ვართ, რაც შეეხება ამის ტექნიკურ გაფორმებას, პარლამენტის პირველივე სხდომაზე, როცა ჩამოყალიბდება უმრავლესობა და უმცირესობა, ეს უკვე ტექნიკურად გაფორმდება. როდეში რუსთავს ჰქონდა კითხვა და შემდეგ გავაგზავნეთ. ადგილებზე ჯერ საბოლოოდ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ საბოლოო დათვლამიდის ხმების რამდენიმე ოლქში არის გასაჩივრებული შედეგები, ამიტომ ჯერ საბოლოოდ ადგილებს ვერ გეტყვით, ნაადრევია ამაზე საუბარი. რუსთავი და შემდეგ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს უსვამთ. ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ამის სრული კონსტიტუციური შესაძლებლობა. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს ერთადერთი მიზეზის გამო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის არჩევანს,
ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს ქართული ოცნებაც აიღებს და მათი რეაქცია იქნება არა კანონის დარღვევა, არა კონსტიტუციის შეცვლა, არა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, არამედ მათი რეაქციაც იქნება შესაბამისად ცივილური, პასუხისმგებლური და ისეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და წაიყვანს წინ არა დაპირისპირებისკენ, რევანშისკენ და კონფლიქტისკენ, არამედ წაიყვანს წინ მართლაც ხალხის უკეთესი მომავლისკენ. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება გამოიჩენს ასეთ პასუხისმგებლობას. თუ არ გამოიჩენს, ეს რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას ყოველთვის აქვს შემდეგ ფასი მომავალ არჩევნებზე, ასე რომ მე წინასწარ მათმაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენი სახელით შემიძლია თქვა, რომ ჩვენ ვიძლევით მაგალითს, როგორიც არასდროს არავის ამ ქვეყანაში არ მიუცია. მე არ მიყვარს ხოლმე საუბარი არასდროს არავის პირველად ისტორიაში, მაგრამ დღეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვებს ნამდვილად გამოვიყენებ, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ სახელისუფლებო ძალას არ გაუკეთებია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებ დღეს და ამით მე და ჩვენი გუნდის წევრები ყველა ვართ ამაყი. ის იყო ნაციონალური მოძრაობის ის პირველი ნომრის განცხადება. დავით ბაქრაძემ უკვე საკუთარ გუნდს უწოდა ოფიციალურად ოპოზიცია. ის აცხადებს, რომ დღეიდან ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში. ამ ყველაფრის ტექნიკური გაფორმება კი მოხდება ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე. ის პირობას დებს, რომ იქნება აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენელი. ასევე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს იყო დიდი და სერიოზული გამოცდა ქართული სახელმწიფოსთვის. გულისხმობ 1 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც ქვეყანამ წარმატებულად ჩააბარა. ჩვენ ისევ უნდა დაუბრუნდეთ ნოდარ ჩაჩუას, რომელიც ამ წუთებში მუშაობს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი განხილვის საგანი, რომელსაც ამ წუთებში კოალიცია ქართული ოცნების გუნდის წევრები იხილავენ, იქნება სწორედ ახალი მთავრობის დაკომპლექტების თემა. ნოდარ, ველით შენგან უფრო ამომწურავ ინფორმაციას და გისმენთ. დიახტამ ამ წუთებში სოლოლაკის ბიზნეს ცენტრში კოალიცია ქართული ოცნების თითქმის სრული შემადგენლობაა შეკრებილი და დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობს. როგორც კოალიციის ლიდერებმა შესვლის წინ ჩვენთან საუბარში განაცხადეს ძირითადი განხილვის თემა. დღეს არის 11 პრობლემურ ოლქთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს, თავად მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევე კოალიციაში შემავალი სხვა პარტიის ლიდერები მიაწოდებენ ინფორმაციას თუ რა ხდება, რა ტიპის როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ამ 11 ოლქთან დაკავშირებით. კოალიციის ლიდერებმა ასევე დაგვიდასტურეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ დღეს საუბრის ერთ-ერთი განხილვის თემა ასევე იქნება ახალი მთავრობის დაკომპლექტება და ასევე იმსჯელებენ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში სასაუბრო და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის 11 ოლქი, სადაც მაჟორიტარების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. მე მაქვს ყველა ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ამ ოლქებში, რა ვაპროტესტებთ, სად რაზეა საჩივარი დაწერილი, დღეს მოხდება ამის განხილვა CSKO-ში და ეს ინფორმაცია მინდა პირველ რიგში ბატონ ბიძინას მივაწოდოთ. ახალი თავრობის ფორმირებას არ არის. რო გამოვალ დაგელაპარაკებთ პირობას გაცნობთ. როგორც ჩვენ კოალიციის ლიდერებმა ასევე გამოიცხადეს განცხადებას თავად თავრობის ფორმირებასთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის ახალ გუნდთან დაკავშირებით, თავად კოალიციის ლიდერი ოდნავ მოგვიანებით გააკეთებს მას შემდეგ, რაც კონსულტაციები დასრულდება. აქ როგორც უკვე გითხარით გავიმეორებ, რომ იმყოფება კოალიციაში შემავალი თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლები, ისინი ჩვენთან მეტ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამ თემებზე აკეთებენ აქცენტს, რაც შეეხება უკვე უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონსულტაციები დასრულდება. გმადლობ ნოდარ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა სოლოლაკიდან. დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში, რა ხდება ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რამდენი უბანია დათვლილი ამ დროისთვის და როგორი არის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. ბოლო მონაცემებს თამთა ჯანაძე მოგვაწვდის ახლა CSKO-დან, მას პირდაპირ ეთერში ჩავთავთ, თამთა გისმენთ. დიახ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთში შეელოდებიან საგანგებო ბრიფინგის დაწყებას კი მანამდე კი მე გაგაცნობთ უახლოეს მონაცემებს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა წარმოდგენილი. ამ დროისთვის 3766 უბნიდან დათვლილია 3654 უბანი, რომელიც შეადგენს საერთო რაოდენობის 97%. პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა: 55% ქართული ოცნება, 40% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, მათ აქვთ 2%, ლეიბორისტებს კი 1%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამ დროისთვის დათვლილია 73-ვე მაჟორიტარული ოლქი. აქედან 38 ოლქში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო დანარჩენ 33 ოლქში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თბილისის 10-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ.
მადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ბოლო მონაცემები დათვლილი უბნებისა და წინასწარი შედეგების შესახებ თამთა ჯანაძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა მივესალმებით ჩვენ სტუმარს კონსტიტუციონალისა და ქართული ოცნების წევრს ვახტანგ ხმალაძეს დიდუბეში კოალიციის ჯერისევ მაჟორიტარობის კანდიდატს მოგესალმებით ბატონო ვახტანგ დავიწყოთ საუბარი ბუნებრივია გიგა ბოკერიას ასევე დავით ბაქრაძის დღევანდელი განცხადებებით ისინი ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს არის ამ დროისთვის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ქართული ამომრჩევლების აზრის უპატივცემულობა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? რამდენად იყო ეს ყველაფერი მიზანშეწონილი? მათ განცხადებაში, რომელიც დღეს გააკეთეს, ამ განცხადებებს საფუძვლად ედო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება. როდესაც მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში და შესაბამისად პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი აქ, ვინაიდან დღევანდელი ვთქვათ კონსტიტუციის მიხედვით იმ კონსტიტუციისა, რომელშიც გაუკუღმართებულია ბევრი წესი და ამ კონსტიტუციის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტს აქვს სრული უფლება საერთოდ არ გაითვალისწინოს საპარლამენტო უმრავლესობის აზრი და თავად შექმნას მთავრობა. მაგრამ მისი ეს განცხადება, რომელიც დღეს ასევე გააგრძელეს იმავე სულისკვეთებით ბატონმა ბოკერიამ და ბატონმა ბაქრაძემ იძლევა იმის იმედს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნება და მართლაც საპარლამენტო უმრავლესობა შექმნის მთავრობას. ეხლა რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე, მე ვიტყოდი ასე, ეს არის არა სამართლებრივი სახის მოთხოვნა, ეს არის პოლიტიკური სახის მოთხოვნა. როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სრულიად აშკარად გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისადმი და ეს არის ქართული ოცნება, ვისაც მისცეს გამარჯვება და ჩააბარეს ქვეყნის მართვის მანდატი. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს პრეზიდენტის მიმართაც. პრეზიდენტი ხომ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს. ის არის, ასე ვთქვათ, განსახიერება ნაციონალური მოძრაობისა და კონსტიტუციის თანახმად მის ხელში არის თავმოყრილი აღმასრულებელი ძალაუფლება, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს და დაუპირისპირდეს პარლამენტს, ან არ გამოიყენოს და გადავიდეს ჩრდილში და დაუთმოს ეს ხელისუფლება მთავრობას და შესაბამისად იმ მთავრობას, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ ნდობით აღჭურვილი. როდესაც არსებობს ასეთი ორგვარი შესაძლებლობა, რომელთაგან ერთი იწვევს პოლიტიკურ კრიზისს და მეორე არ იწვევს პოლიტიკურ კრიზისს, მაშინ ბუნებრივია პოლიტიკური მოთხოვნა იმისა, რომ მოდით ეს კრიზისი შევამციროთ, კრიზისის ხარისხი შევამციროთ, ფაქტობრივად აღმოფხრათ კრიზისის ხარისხი, რომელიც რაც შესაძლებელია გაკეთდეს პრეზიდენტის წასვლით თანამდებობიდან, რათა მას აღარ გაუჩნდეს ცდუნება იმისა, რომ გამოიყენოს ეს კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აი უზომო ძალაუფლების მინიჭების დროს მიეცა. პასუხიც არის პოლიტიკური სახის პასუხი, რომ არანაირი ვალდებულება პრეზიდენტს არ აქვს წასვლის. მართალია, ვალდებულება არ აქვს, სამართლებრივი ვალდებულება, მაგრამ აქვს თუ არა მორალური ვალდებულება. აი ამაზე დავფიქრდეთ. თქვენ იგივე ბოკერიასა და ბაქრაძის დღევანდელი განცხადებებიდან ბოლომდე გამორიცხავთ ყოველგვარი პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ პრეზიდენტი არ ისარგებლებს მოქმედი კონსტიტუციის ნორმით, რომელიც მას უფლებამოსილებას აძლევს, რომ თავად წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. რასაკვირველია, მე არ გამოვრიცხავ ამას. რა შემთხვევაში ბატონო ვახტანგ? რა არის, იცით, მიზეზები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით ბატონი სააკაშვილის ესეთი იმპულსური ხასიათი და ასე ვთქვათ, ცვლილება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადახტომისა. მე შეგახსენებთ უბრალოდ სულ რაღაც ერთი 10 დღის წინანდელ ამბავს, როდესაც ასეთი აფეთქება გამოიწვია საქართველოში იმ ციხეში განვითარებულმა მოვლენებმა,
აი წამებების ფაქტმა, მაშინ პრეზიდენტი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ მოდით ვიცხოვროთ მშვიდად, ვითანამშრომლოთ, ვიმეგობროთ და ოღონდ ასეთი მეგობრული და მშვიდი ტონის განცხადებებმა გაძლო სულ რაღაც 3 დღე და 3 დღის შემდეგ პრეზიდენტი ისევ დაუბრუნდა თავის უაღრესად აგრესიულ და შეურაცხყოფელ განცხადებების კეთებას. აი სწორედ ამდაგვარი რამ რომ არ მოხდეს, ამიტომ არის საჭირო რომ პრეზიდენტი ხელში აღარ იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკვე კანონის საფუძველზე და არა მხოლოდ პოლიტიკური ნების საფუძველზე. და შესაძლებელია გაკეთდეს 2 გზით. ერთი გზა ეს არის პრეზიდენტის გადადგომა თანამდებობიდან და მეორე გზა ეს არის ახლავე ამოქმედება კონსტიტუციის იმ ნორმისა, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 წლის შემდეგ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ანუ იმ ნორმისა, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე კონსტიტუციურად გადადის პრემიერ-მინისტრის ხელში. აი თუ ეს გაკეთდა და შესაძლებელია გაკეთდეს ამჟამად მხოლოდ შეთანხმებით საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ანუ ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რადგან ამას სჭირდება 2/3, უნდა გადმოიწიოს უკან ვადა ამ ნორმის ამოქმედებისა. აი ეს იქნება უკვე დასტური იმისა და რომ ნაციონალური მოძრაობა მართლაც მზად არის თანამშრომლობისთვის და გარანტია იმისა, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. მაშინ რა შეჭირდებათ დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება? თუ გეგმაში შეიძლება იყოს მომავალში მსგავსი რამის განვითარება? მე არ ვიცი, შესაძლებელია ასე განვითარდეს თუ არა მოვლენები, ამას უჩვენებს ალბათ უახლოესი დღეები. მე ვფიქრობ, გაიმართება რაღაც ურთიერთ კონსულტაციები და ნახოთ რას მოგვიტანს. ხო, ვფიქრობთ, აი ასეთი ტონით საუბარი, რომ ჩვენ ვერ კი არ გამოვიყენებთ, გამოძახილი არის იმის, რომ იგივე გუშინ ივანიშვილმა ახსენა პრეზიდენტის გადადგომა, რომ აი ასეთი ტიპის მოთხოვნები აღარ გაჟღერდეს მომავლისთვის. შესაძლებელია, მაგრამ მე რა არის, იცით, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი არის სწორედ ის განუსაზღვრელი ვითარება, როდესაც ეძლევა პრეზიდენტს ეგრეთ წოდებული დისკრეციული უფლებამოსილება გადაწყვიტოს ანასე ანისე. ერთს მივყავართ კრიზისისკენ, მეორეს არ მივყავართ კრიზისისკენ. არადა კონსტიტუცია იმდაგვარად უნდა იყოს აწყობილი, იმდაგვარად უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლება მოწყობილი, რომ ამაზე არ იყოს მინდობილი, ასე ვთქვათ, კეთილნებაზე ან გონივრულობაზე არ იყოს მინდობილი ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არამედ მკაცრად იქნეს განსაზღვრული, რა შემთხვევაში რა მოხდება და ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო კრიზისი. ბატონო ვახტანგ, ახლა მაყურებელს რომ განვმარტოთ მოქმედი კონსტიტუციის ნორმებით, როგორ უნდა მოხდეს ახალი პარლამენტის ფორმირება რა ვადებში და შემდეგ პროცედურები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ესე იგი, კონსტიტუციის თანახმად პარლამენტის არჩევნების შედეგების არჩევნებიდან 20 დღის ვადაშიო, ასე წერია კონსტიტუციაში, უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. შემდგომ ეს დაზუსტებული არის საარჩევნო კოდექსით. ანუ ასეა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა უნდა გამოაქვეყნოს არჩევნების საბოლოო შედეგები. აი ამ დღიდან 20 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი შეკრება. ეს შეიძლება იყოს პირველი დღე და შეიძლება იყოს მე-20 დღე. ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება და კენჭს უყრის საკუთარ წევრთა უფლებამოსილებას, იმ მომენტიდან დღევანდელი მთავრობა ითვლება გადამდგარად. და პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით ნდობის მისაღებად. აი აქ არის სწორედ აი ამ ადგილას არის ის კვანძი, ის გზაჯვარედინი, როდესაც საქმე შეიძლება განვითარდეს ერთი კონფრონტაციული ურთიერთობისკენ და მეორე კონსტრუქციული ურთიერთობისკენ. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის ისეთი შემადგენლობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა არანაირად მხარს არ დაუჭერს, ნდობას არ მიიღებს, მაგრამ იქ გარკვეული პროცედურების შემდეგ უკვე პრეზიდენტს უჩნდება უფლება თავად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. რასაკვირველია, ასეთი მთავრობა და ასეთი პარლამენტი ვერ ითანამშრომლებენ და აქ იქნება მუდმივი დაპირისპირება, შეიქმნება კრიზისული ვითარება, რომელიც გამძაფრდება მას შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი დადგება, რომელიც ახალ წლამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა და ეს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
მეორე გზა არის ის გზა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინოს ისეთი შემადგენლობა მთავრობისა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, როგორიც ენდომება საპარლამენტო უმრავლესობას. ეს არის კონსტრუქციული თანამშრომლობის გზა. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომელიც დადასტურდა დღეს ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების განცხადებით, მართლაც შესრულდება და პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა დაიკავებენ თანამშრომლობის პოზიციას, ანუ არ შექმნიან პოლიტიკური კრიზისის საფუძველს. ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახალ პარლამენტში გუნდთან, რომელიც იყო ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე უმრავლესობა და შემდეგ უკვე დღეს ისინი საკუთარ თავს ოპოზიციად მოიხსენებენ. აი ამ გუნდთან მუშაობის პროცესი ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მთელი ერთი წლის განმავლობაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მე ვერავითარ პრობლემას ვერ დავინახავდი. მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, ანუ რას თქვენ ბრძანეთ, იყო ერთი გუნდი უმრავლესობაში, შემდგომ ის აღმოჩნდა ოპოზიციაში და მეორე ხდება უმრავლესობა. ვერ დავინახავდი აი ამ სირთულეს, რომ არა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხშირად ესეთი შეურაცხყოფელი განცხადებები, რომელთა რის შემდეგაც ძალიან ძნელია ნორმალური ურთიერთობის აწყობა. მაგრამ ეს არის ასეთია პოლიტიკოსების ხვედრი, ასეთია ტვირთი. ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეიქმნას კრიზისი და რომ ქვეყანა წავიყვანოთ მშვიდობიანი განვითარების გზით. ამიტომ მოგვიწევს დაძლევა საკუთარ თავში იმ გრძნობებისა, რასაც ჩვენში იწევს ესა თუ ის აქტიური პირი ნაციონალური მოძრაობისა. რა ვქნათ? ეს არის, ამბობ, ჩვენი ტვირთი, ეს ტვირთი კეთილი უნდა ვინებოთ და უნდა ავწიოთ, იმიტომ რომ ჩვენო მოქალაქეებმა ჩვენ დიდი ნდობა გამოგვიცხადეს და ამ ნდობას გამართლება უნდა. ბატონო ვახტანგ, თქვენი გუნდი, რომელსაც თქვენი ლიდერი უწოდებდა ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე ძალა, სატელიტად მოიხსენიებდა პირდაპირ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას გულისხმობ, ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ბოლო მონაცემებით 2% აქვთ მათ. როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ მოძრაობის ბედი? არ არის ადვილი, თქვათ, ახლა წინასწარმეტყველო როგორ განვითარდება მოვლენები, თუ მათ, თქვათ, გადახედეს თავის სტრატეგიას და შეძლეს თუნდაც პარტიის, თქვათ, ბირთვის შენარჩუნება და მომხრეების თანდათანობით შემოკრეფა, მაშინ ისინი გადარჩებიან. მე ამ შემთხვევაში მაგალითად შემიძლია გითხრათ საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რომელიც ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში 1978 წელს ჩამოყალიბდა და ჩვენ ხელისუფლებაში არასოდეს არ ყოფილვართ. ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ ვერ გადავლახეთ ეს 5%-იანი ზღურბლი. მიუხედავად ამისა, პარტიას არც არსებობა შეუწყვეტია, არც მუშაობა შეუწყვეტია. ის მუშაობდა, ჩვენ გვყავდა მხარდამჭერები და შეიძლება ვინმეს ცოტა პარადოქსულადაც ეჩვენოს, მაგრამ გასული წლის განმავლობაში ჯერ კიდევ მანამ სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ სცენაზე, რესპუბლიკური პარტიის წევრთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ არანაირი პერსპექტივა მაშინ ხელისუფლებაში მოსვლისა არ ქონდა, მაგრამ იდეოლოგიურად ჩვენი მომხრეები ჩვენთან მოდიოდნენ. ჩვენ შევძელით გადარჩენა. და დღეს აგერ ჩვენ ხდებით ხელისუფლების ნაწილი, პირველად რესპუბლიკური პარტიის ისტორიის განმავლობაში. ამით მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ესეთი სტრატეგიისა, რომელიც გააზრდის მომხრეთა რაოდენობას, ყველა იმ პარტიას აქვს გადარჩენის შესაძლებლობა, ვინც ვერ ხვდება პარლამენტში.
ასე რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ვისარგებლობთ აუცილებლად შემთხვევით, რომ თქვენ ქართული ოცნების წევრი ბრძანდებით ჩვენთან სტუმრად და კითხავთ ბოლო დღეებში ძალიან აქტიურად საუბრობენ, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილმა უკვე ღიად თქვა, რომ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე სავარაუდოდ არ იქნება. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის იყოს დავით უსუფაშვილი. აი ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს კოალიციაში საუბრები, ან მანამდე არჩევნებამდე ბუნებრივია იქნება. ალბათ მიმდინარეობს. ალბათ მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ მე თავად არ ვიმიღია მაშინ მონაწილეობა და არც მსმენია თქვენ გავიგე პირველად რომ ასეთი საუბრები მიმდინარეობს. თუმცა როდესაც თქვათ ისე გვისაუბრია ხოლმე სხვადასხვა პირებს ერთმანეთთან, იქ როგორც წესი, სწორედ დავით უსუფაშვილის სახელი ჟღერდებოდა ხოლმე. მე თუ მკითხავთ, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. კითხავთ აქვე მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც ამ წუთებში მიმდინარეობს ოლოლოგში დახურული ტიპის კონსულტაციები. მაია ფანჯიკიძემ დღეს დილით თქვა, რომ ჩვენ ზოგადად ამ თემაზე გვიფიქრია, მაგრამ საჯაროდ ეს ყველაფერი არ გაგვიჟღერებია. თქვენ რამდენად ხართ ამ პროცესში ჩართული და ხომ არ გახალგძლივდება თვითონ ახალი სამთავრობო კაბინეტის წარდგენის პროცედურა კოალიციის? საერთოდ კოალიციაში ასეთ შეთანხმებების მიღწევა არც თუ მარტივია ხოლმე. თუმცა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში მე არ მგონია რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს ვთქვათ ეს კონსულტაციები და შეთანხმება არ იქნება ალბათ რთული მისაღწევი. მეტის თქმა ამჟამად უბრალოდ არ შემიძლია, იმიტომ რომ არც ვიცი უფრო მეტი, მაგრამ ზოგადი დამოკიდებულებები ვიცი საერთოდ და ამიტომ აი ეს მათქმევინებს იმას რომ ალბათ საკმაოდ სწრაფად გადაწყდება. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, თქვენს რაიონში, დიდუბეში როგორ ჩაიარა არჩევნებმა, დაფიქსირდა თუ არა გაყალბების შემთხვევები? იყო იქ რამდენიმე ესეთი ექსცესი, რომლებიც საბედნიეროდ მოხერხდა, რომ არ გამწვავებული იყო, ანუ იყო დაპირისპირების და ესეთი საკმაოდ მძაფრი დაპირისპირების საშიშროება ის ერთ-ერთ უბანში. სხვაგან უფრო ნაკლებად კიდევ ერთი 2-3 უბანთან იყო ესეთი დაძაბული ვითარება. ერთში მოხდა ესეთი გაუგებარი, ჩემთვის გაუგებარი ვითარება, როდესაც ერთ-ერთ ამომრჩეველს იქ ერთ-ერთმა მყოფმა ისე მძიმედ დაარტყა ხელი, რომ ის სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და მხოლოდ მეოთხე თუ მეხუთე გამოძახების შემდეგ მოვიდა პატრული იქ სადაც თქვათ ეს ექსცესი მოხდა. მე არ ვიცი რა იყო მიზეზი, არ ვიცი ვინ იყო ის პირი, ვისაც დაარტყეს, ვინც დაარტყა იმის თაობაზე იქ ყოფა ადამიანება, სახელი და გვარიც მითხრეს, რაც მე პოლიციას გადავეცი. სხვაგანაც რაღაც ეს საფრთხეები იყო, მაგრამ ძირითადად ჩატარდა ამ გართულებების გარეშე. გაყალბებები შესაძლოა იყო რაღაც ნიშნები კარუსელებისა, რომელიც ბოლომდე ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ყველაფერი გადაღებული გვაქვს და ამას შევამოწმებთ. ნახავთ რა იქნება. საბოლოო ჯამში მაინც თბილისში ესეთი ცალკეული რაღაცა მცირე ექსცესის გარდა მშვიდობიანად ჩატარდა და ამაში ძალიან დიდი არის არა ჩვენი აქტივისტების მხოლოდ, არამედ თბილისელების დამსახურება. აი იმ უბანში, სადაც მე გითხარით, რომ ესეთი შეტაკების საფრთხე წარმოიქმნა, იმ უბანში მცხოვრები ხალხი გამოვიდა გარეთ, დადგნენ საარჩევნო უბანთან რამდენიმე ათეული კაცი. დადგა იქ და სწორედ ამანაც გაანეიტრალა ვითარება და ამისთვის დიდი მადლობა თბილისელებს. ზოგიერთმა უკვე დამარცხებულმა კანდიდატმა მართველი გუნდი და ყოველ შემთხვევაში წინასწარი შედეგებით თავის კონკურენტს ქართული ოცნებიდან დაურეკა. მიულოცეთ, თქვენ შემთხვევაშიც ხომ არ მოხდა ასეთი რამ? დღეს დამირეკა მე ჩემო კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან ბატონმა გიორგი ჩაჩანიძე, მითხრა რომ მხოლოდ დღეს მოვიპოვე თქვენი ტელეფონიო, მომილოცა გამარჯვება, გამოხატა თავისი პატივისცემა და მითხრა რომ ის ძალიან კარგად იცნობს დიდუბეს, რომ მას დიდუბეში ბევრი კარგი უკეთებია და სხვადასხვა გამიგია მე დიდუბელებისგან რომ შეძლების დაგვარად ცდილობდა დახმარებოდა ყოველთვისო და გამოთქვა თავისი მზადყოფნა იმისათვის რომ უკეთ გაკეთდეს
საქმე დიდუბეში. მე ნებისმიერი თანამშრომლობის მომხრე ვარ და მოწადინე. იმისაც რომ საქმე უკეთესად გაკეთდეს. თუ ასეთი თანამშრომლობა შედგება, მხოლოდ მოხარული ვიქნები და ეს მხოლოდ წაადგებათ დიდუბელებს. ძალიან დიდი მადლობა ვახტანგ სტუდიაში მოსვლისთვის და საუბრისთვის. ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, ქართული ოცნების წევრი, პასუხობდა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში დავით ბაქრაძის შემდეგ დღეს ჟურნალისტებს შეხვდა ჩიორა თაქთაქიშვილიც, ნაციონალური მოძრაობის სიის მე-6 ნომერი და პარტიის პრეს-სპიკერი, რამდენიმე საოლქო კომისიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრთა მხრიდან ამ კომისიებზე ზეწოლას აქვს ადგილი. რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებს და კომისიის მუშაობას ექმნება საფრთხე ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. ყველა ეს ოლქი გახლავთ ის ოლქი, სადაც ჩვენი წინასწარი მონაცემებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვეს. ასეთი ქმედება ქართული ოცნების აქტივისტების და ლიდერების მხრიდან არის უხეში ჩარევა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ეს ისჯება კანონით და მინდა მოვუწოდო მათ შეწყვიტონ ასეთი ქმედებები და არ შეუშალონ ხელი საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული ნების ასახვას საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომის ოქმებში. არჩევნების გაყალბების კონკრეტული შემთხვევები და კადრების ადაცეს დარღვევები ჩანს დილიდან სოციალური ქსელით ზუგდიდში აღმოჩენილი კანონდარღვევების ამსახველი ვიდეო მასალა ვრცელდება. გთავაზობთ კადრებს, რომლებიც 32 უბანზეა გადაღებული. აქ ჩანს, როგორ იდებს ჯიბეში ამომრჩეველი ერთ ბიულეტენს და როგორ აგდებს მეორეს ურნაში. ეს ადამიანი დამკურებელს მადლობის ნიშნად ხელსაც არტყამს, რადგან მის თვალწინ მომხდარ დარღვევაზე მან არავითარი რეაგირება არ მოახდინა. ზუგდიდის არჩევნებზე მომხდარი დარღვევების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც კამერამ დააფიქსირა, რეგისტრაცია გავლილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა უკვე მისცა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ მის მომლოდინ ეპილს შეკვრას გადასცემს. მასალის მიხედვით ეს ადამიანი შეკვრიდან იღებს პირადობის მოწმობას, შემდეგ დგება რეგისტრაციის რიგში. რა უნდათ საჯარო მოხელეებს საარჩევნო უბანზე ქედაში სოფელ მერიში მე-18 უბანზე ხმების დათვლის დროს სოფლის გამგებლები და სხვა საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა დამკურებელმა მათი ყოფნა გააპროტესტა და საჩივარიც დაწერა, თუმცა პროცესი გახანგრძლივდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი მხოლოდ 2 საათის შემდეგ დაარეგისტრირა და თქვა, რომ საჯარო მოხელეების უბანზე ყოფნას ხმის დათვლის პროცედურაზე გავლენა არ მოუხდენია. არ ვიცი ნამდვილად რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გაგვათხილეს, რომ გარეშე პირების შემოსვლა საარჩევნო უბანზე შეუძლებელი იყო, ვინაიდან ორივე კარი დაკეტილი იყო, აღმოჩნდა, რომ მეორე სართულზე ისევე ადმინისტრაციული რესურსია ფაქტობრივად, რომელიც მობილიზებულია, ეს არ შეიძლება კანონით ისჭირდება. როგორია მონაცემები აჭარიდან უსკო არჩევნების განახლებულ შედეგებს აქვეყნებს ამ მონაცემებს ახლა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა გაგოცნობს. ნათია, როგორი არის ამ დროისთვის შედეგები? აჭარაში საარჩევნო ოლქია, აქედან 3-ის მონაცემებით ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს, ხოლო 3 ოლქში უპირატესობა ხმათა უმრავლესობით მინიჭებული აქვს კოალიცია ქართულ ოცნებას. ამ დროისათვის სიტუაცია შემდეგია. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქებში ლიდერობს საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, კერძოდ ბათუმში 64%, ქობულეთში 54%, ხოლო ხელვაჩაურში 64%, ხოლო ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს, კერძოდ ქედაში 48%, შუახევში 61%, ხოლო ხულოში 58%.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ბათუმში ქალაქის ყოფილ მერს რობერტ ჩხაიძეს ხმეთა უმრავლესობით 64%-ით აჯობა კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მხატვარმა კაკო ძნელაძემ, ქედაში ლიდერობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე, ასევე შუახევში და ხულოში ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ხოლო რაც შეეხება ხელვაჩაურსა და ქობულეთს აქ უკვე ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. რაც შეეხება ეს არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემები და ყოველ 10 წუთში იცვლება ეს მონაცემები და სავარაუდოდ დღის ბოლოს უკვე თითქმის ყველა უბანი იქნება დათვლილი აჭარის ოლქებში. გმადლობთ ნათია, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმიდან და ნათია როყვა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი დარღვევებზე საუბრობენ. კომისიაში რამდენიმე საჩივარი უკვე შევიდა. ეს საჩივრები კომისიის თავმჯდომარის განმარტებით ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში საჩივრის შესატანად 3 დღიანი ვადა აქვთ. ეს განვიხილეთ ჩვენ გუშინ შემოსული 8 საჩივარი. აქედან 3 საჩივარი დავტოვეთ განვიხილველი, იმიტომ რომ არასათანადო წესით იყო შედგენილი. განვიხილეთ 3 საჩივარი, რომელიც ძირითადად მცირე პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა. დღეს შემოვიდა კიდევ საჩივრები, ამიტომ დღეს შემოსულ საჩივრებს ჩვენ განვიხილავთ ხვალ, არ არის გამორიცხული რომ ხვალში კიდევ შემოვიდეს, იმიტომ რომ უბნებთან დაკავშირებულ საკითხებთან საჩივრების შემოტანის ვადა 3 დღეანია. ლენტეხში ქართული ოცნების შტაბი კი დათვლილი ხმების ბათილაცნობას მოითხოვს. კოალიციის წარმომადგენლების მტკიცებით საარჩევნო პროცედურამ 46-ე საარჩევნო ოლქში დარღვევების ფონზე ჩაიარა. კონკრეტული კანონდარღვევების საფუძველზე საარჩევნო შტაბის წევრებმა უკვე მოამზადეს სარჩელი. თქვენ სამშაბათს საბოლოო ჯამში დღეს გაიმარჯვა. ერთ-ერთ უბანზე, სადაც უნდა ყოფილიყო 600 ბიულეტენი გაცემული, 300 პროპორციული სისტემით, 300 მაჟორიტარული სისტემით, მიღება ჩაბარების აქტში დაფიქსირდა მხოლოდ 300. ანუ ნახევარი. შესაბამისად ეს იწვევდა გაურკვევლობას მაშინ, როდესაც დამთავრდა კენჭისყრა და შემდგარიყო შემაჯამებელი ოქმი და ციფრები არანაირად ერთმანეთს არ ემთხოვდა. თუ 300 ბიულეტენი მიიღო უბანმა, როგორ ღამისა ხმა 470 ბიულეტენის მეშვეობით ამორჩეულდა. უმეტეს უბნებზე ეს რუქები და ზომრები არ ჰქონდათ წიგნებს, რაც ქმნიდა იმის თავისუფალ შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ფურცელი, რომელიც მისაღები არ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობისათვის და მათი კანდიდატისათვის, ნებისმიერი შედეგი ყოფილიყო დახეული, ამოხეული, ჩამატებული და ასე შემდეგ. არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ქართული ოცნების წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც გიორგი ნაჭყებიას ინფორმაციით არჩევნების წინაღამეს კოალიციის კოორდინატორებსა და კომისიის წევრებს დაემუქრნენ. კოალიციის ადგილობრივი ოფისის ცნობით წალენჯიხაში ოქმებისა და ჟურნალების უმეტესობა დაულუქავი იყო. დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული კარუსელიც. ამ დროისთვის წალენჯიხაში უკვე დაწერილია ათეულობით საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისიაში განიხილავენ. პირველადი მონაცემებით ქართულ ოცნებას წალენჯიხაში მხარი ამომრჩეველთა 35%-მა დაუჭირა. Როგორ მომხდარიყო რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა კომისიის წევრს გაწყვეტენ. თითქმის ყველა პიროვნებას გაწყვეტენ და მაქსიმალურად ეცადინება შეეშინებინათ. და ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ჩვენ გარკვეულწილად არ გვეყო რეალურად რესურსი, რომ ყველაფერ ამას შევბრძოლებოთ. იყო კარუსელის ფაქტები, იყო ადამიანების მიერ ყალბი პირადობის გადაყრების საკითხები, მაგრამ რეალურად მათზე ოპერატიული რაღაცა ზემოქმედების განხორციელება ვერ მოხერხდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, დაწერილია საჩივრები, შედგენილია ოქმები. ხმაურითა და 2 საათიანი დაგვიანებით დაიწყო არჩევნები ნიუ-იორკში ნომერ 4 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დამკურებლებს არჩევნებზე დასწრების უფლება არ მისცა, მიზეზად კი ყალბის სადამკურებლო ბარათები დაასახელა. კომისიის თავმჯდომარე პაატა ამჟანდაძემ დამკურებლებს უბნის დატოვება მოსთხოვა, რისთვისაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები გამოიძახა. სიტუაციის პროვოცირებას ახდენდა ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფიც, რის გამოც იმედის ოპერატორსა და ერთ-ერთ დამკურებელს შორის შელაპარაკება მოხდა. ტელეკომპანია იმედი არაკოლეგიალობით გამოირჩეოდა მეცხრე არხის გადამღები ჯგუფის
მიმართაც. დაძაბული ვითარების გამო საარჩევნო უბანი 2 საათის შემდეგ გაიხსნა. სულ არჩევნებში 3387 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 866 ამომრჩეველმა. არჩევნების საბოლოო შედეგებით კი 606 ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ, 223 კი ნაციონალურმა მოძრაობამ. არჩევნები 2 საათის დაგვიანებით დაიწყო მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. თავმჯდომარის ინიციატივით არ იყო დაშვებული საარჩევნო უბანზე უმრავლესობა დამკვირვებლებისა და ამის მიზეზად იყო დასახელებული აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუგებარი მიზეზები, რომელიც არ არის ასახული დებულებაში, არც საარჩევნო კოდექსში და არც საარჩევნო წესდებაში. გაიწელას მე მგონია სპეციალურად იმის გამო, რომ ქვემოთ მოწყობილი იყო უამრავი ხალხი ქართული ამომრჩევლებისა და 2 საათნახევრის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა დროებით მაინც დატოვა უბანი. შემდეგ თავმჯდომარემ დააპირა ჩვენი მოტყუება, ანუ ჯერ პირველ რიგში მოგაწერინა ხელი, რომ ვითომ დაგვიშვეს და მე გამოიძახა პოლიციამ, რომ ჩვენ პოლიციის ძალით გავეყვანეთ უბრინდან, მაგრამ ჩვენი სრულიად ლოგიკური დასაბუთების მერე ამერიკული პოლიციის ოფიცრების მიმართ პოლიციელებმა დატოვეს შენობა და დაკავეს შეულებრივად უბანზე, როგორც წესად რეგია არის. ამ წუთებში ხმაურია სიღნაღის რაიონში სოფელ ვაქირში ადგილობრივების საკუთარი ხმების დაცვას საპროტესტო გამოსვლით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილთა მტკიცებით რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო, თუმცა შემაჯამებელი ოქნი გაუქმდა. ზეწოლის ფაქტს საუბნო კომისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. აქცია გამგეობის წინ მიმდინარეობს, მას ჩვენი კორესპონდენტი მადონა ბატიაშვილი აშუქებს, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მადონა, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს გამგეობის წინ შეკრებილებს? მოგესალმებით, მე ხლა ვიმყოფები სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს წინ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქ დილიდან არის შეკრებილი. ისინი სოფლის ნომერ მე-5 საარჩევნო უბნის შედეგებს აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-5 უბანზე გამარჯვებული იყო ქართული ოცნება, როგორც პროპორციული სიით, ასევე მაჟორიტარი კანდიდატიც, თუმცა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით ოქმის საფუძველზე გამარჯვებული არის ლევან ბეჟაშვილი, რასაც არ ეთანხმება სოფლის მოსახლეობა. აქცია აქ დილიდან მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, რომ აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებული არის რაიონის პოლიცია, აქ იმყოფება პოლიციის უფროსიც, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე არ იქნება დაცული მათი ხმები. ხა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სოფლის მოსახლეობის კომენტარები. გააყალბა და სხვა ვიღამ გააყალბოს, კაცო. რატო? და ეგ არის პირველი დამნაშავე. სოფელში ეგ არის მოურავი უნდა ითქვა. 20 წელიწადი მეტი 40 წელი მუშაობს ეგ გამგებელი, როგორც გამგებელი იგრე, განა როგორც მდივანი რა. და ეგ ქალმა ბევრი რამე დანაშაული ჩაიდინა და საცხეთ უნდა გავუხადოთ წაკ. 377 ხმა გვაქვს გელაშვილს, 207 ხმა აქვს ლევან ბეჟაშვილს. ეს არის ნამდვილად და დაფიქსირებული და რომელიც CSKOS-თან მიტანის შემდეგ გაყალბდა. ჩვენ მთელი სოფელი ვიცავთ ჩვენ ხმებს. კომისიის რეგისტრატორი მივიყავი მე. ხელი არ მაქვს მოწერილი ოქმზე, რომელიც რო გადასცეს რაიონში და მიიტანეს იქ. რომელიც რო 13-ვე კაცსა გვაქვს ხელი მოწერილი, ის ჩვენ ხელში გვაქვს. აი ის დადონ და აღიარონ, რომ ჩვენმა ხალხმა მოვიგეთ და მოიგო ბატონმა გელაშვილმა. უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მე-5 უბანზე გამარჯვებული იყო ქართული ოცნება, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოქმში, რომელიც მათ მიერ არის შედგენილი და რომელსაც კომისიის 13 წევრი აწერს ხელს. რეალური შედეგები არის დაფიქსირებული, თუმცა როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საოლქო კომისიაში და უშუალოდ საოლქო კომისიის იურისტების მითითებით შეცვლილი იქნა შემაჯამებელი ოქმი, სადაც უკვე დიდი მაჩვენებლით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი ლიდერობს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კომენტარი ამ თემაზე. კომისიის რეგისტრატორის ბეჭედი მოხდა კომისიის თავმჯდომარესთან და რეგისტრატორის ბეჭედი კიდე მოხდა კომისიის თავმჯდომარეს. რა ვიცი, მექანიკურად შეიცვალა რა, დავარდა დაბლა და უცბად იმ კომისიის წევრმა იყუნდა თურმე კომისიის ბეჭედი ყოფილა და რეგისტრატორის თავმჯდომარეს შეეჩადა. დღის მანძილზე რეგისტრატორი გულწრფელად კომისიის ბეჭედს უწყავდა იმად. კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ახსნა გამარტება, რომ ეს მექანიკურად მომივიდაო და აცნობა საოლქოს. არავით არ ისაო,
გაგრძელეთ თქვენო რახან შესწორება მოხდა. საოლქო კომისიაში სადაც იყვნენ ვანო პეტრიაშვილი და კიდევ ერთი იურისტი. კიდევ ხო. იქ მოხდა ის რომ ის ოქმები რაც ჩვენ გვქონდა ატანილი იმის მიხედვით კი არ დაიწერა ეს ძირითადი ოქმი დაიწერა თვითონ თავიანთი ინიციატივით როგორც უნდა ასე გამოვიდა ესე დაწერა საოლქო კომისიაში ამ საკითხის მოსმენა დღეს 17 საათისთვის არის დაგეგმილი, როგორც ქართული ოცნების სიღნაღის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ. ისინი დაელოდებიან საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას და თუ არ იქნა რეალური შედეგები არ იქნა ამ კომისიის სხდომის შემდეგ, ისინი უკვე სასამართლოს მიმართავენ. ეს არის ახალი 12-ზე ახლა კი საერთაშორისო გამოხმაურება მედით ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწოდებ პრეზიდენტის საქციელს, რომელმაც ხალხის არჩევანს პატივისა და ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი. ვილფრედ მარტენსი ამბობს, რომ სახალხო პარტია მომავალში ივანიშვილის მთავრობას დააკვირდება და გააკონტროლებს. შეძლებს თუ არა ეს ძალა დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებას. პარტიის ლიდერი ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებსაც და ამბობს, რომ განცხადება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მიუღებელია. მარტინესი აქებს მიხეილ სააკაშვილს ახსენებს მის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ევროპელი პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ დაგმობს. კიდევ ერთი გამოხმაურება ამერიკიდან პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდებიან საქართველოსთან ახლო თანამშრომლობასა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებას. ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე წერია, რომ ვაშინგტონი საქართველოს ახალ პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. შეფასებულია 2012 წლის 1 ოქტომბერიც. შეერთებული შტატები საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და დემოკრატიული განვითარების ახალ მიღწევას ულოცავს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესამსახურმა გაავრცელა. ოფიციალური ვაშინგტონი არჩევნებს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონკურენტუნარიანი კამპანია ჩაატარეს, საკუთარი დემოკრატიული უფლებებით თავისუფლად ისარგებლეს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის სურვილი დაამტკიცეს, რითაც რეგიონალური და გლობალური მაგალითი აჩვენეს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია. გამოყოფილია დამკვირვებლების როლიც და ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეუწყოს ხელი. საქართველოს ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰილარი კლინტონი ახალ პარლამენტში ყველა მხარეს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებს. დიპლომატი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს და ამ დღეს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის ისტორიულს უწოდებს. ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე. ევროპელი დიპლომატები ახალი პარლამენტის ყველა წევრს საქართველოს ინტერესების დასაცავად ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია დადებითად აფასებს არჩევნებში ამ მრჩეველთა მაღალ აქტივობას და იზიარებს ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებას, რომ პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. კეტრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს თქმით, ქართულმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა. პასუხისმგებელი ხელისუფლება და კონსტრუქციული ოპოზიცია კი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები იქნება, ამბობენ ევროკომისრები. გერმანია საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებსა და ეუთოს დამკვირვებლების დადებით შეფასებას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ულოცავს და აცხადებს, რომ შედეგების მიუხედავად არჩევნები დემოკრატიული კონსოლიდაციის ნიშანია. გიდო ვესტერველი ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს მთავრობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავია საქართველოს მიღწევები თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. გერმანული თვალთახედვით ეს არჩევნები დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ დარჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია CNN-ის ლონდონის ბიუროს ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში საუბარი შეეხო როგორც ჩი და ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. კოალიციის ლიდერმა CNN-თან პირდაპირ ეთერში რუსეთსა და დასავლეთთან სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა და ასევე შიდა პოლიტიკურ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
Я думаю, что ფიქრობ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. პირველ რიგში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. ეს ადვილი არ იქნება და მალე არ მოხდება. საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტები რუსეთთან კავშირში მადანაშაულებდნენ, მაგრამ მე მათთან არანაირად არ ვარ დაკავშირებული. კრემლთან ურთიერთობების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისათვის ყველა გზას გამოვიყენებთ. ფიქრობ, ეს ადვილი არაა, მაგრამ მიღწევადია. პირველ რიგში კრემლი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ არ იქნება საზიანო და წინააღმდეგ მეგობრები რუსეთის ინტერესებთან. სამომავლოდ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს. კავკასია რთული რეგიონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ საერთო ინტერესებს გამოვნახავთ. საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას გააგრძელებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განავითარებს. უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, რომ არ იქნება არანაირი პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, მაგრამ თუ კი ვინმე მთავრობაში კანონი დაარღვია, სასამართლოს წინაშე წარსდგება. სხვა მხრივ ადამიანები, ვინც მთავრობაში მუშაობენ, თავიანთ ადგილებს შეინარჩუნებენ. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს მედიისთვის პირველი ბრიფინგი გამართა. დავით ბაქრაძემ საკუთარ გუნდს უკვე ოპოზიცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური გაფორმება ოპოზიციაში გადასვლის შესახებ პირველ საპარლამენტო სხდომაზე გაფორმდება. ბაქრაძემ ასევე შეაფასა 2012 წლის 1 ოქტომბერი და განაცხადა, რომ ეს იყო სერიოზული გამოცდა ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც სახელმწიფომ წარმატებით ჩააბარა. ასევე დავით ბაქრაძემ აღიარა, რომ უმრავლესობა ამ არჩევნებში დამარცხდა და პირობა დადო, რომ ოპოზიცია, ანუ ნაციონალური მოძრაობა მომდევნო წლებში იქნება კონსტრუქციული და აქტიური. დღეს საპრეზიდენტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის უპატივცემულობა და დარღვევა და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება მხოლოდ ერთ განცხადებად და დარჩება მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე მინდა რომ ეს ჟურნალისტებს კარგად გესმოდეთ. დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და უკვე ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მე მინდა კარგად გესმოდეთ. გუშინ ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ აგიხსნათ, თქვენ მაინც გაერკვათ. დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. კონსტიტუციურად არაფერი არ უშლის ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ წარადგინოს ვანო მერიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე ბარაკ ობამა და მით რომნი სატელევიზიო დებატებისთვის ემზადებიან. 90-წუთიანი დებატების განხილვის მთავარი თემა ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება. რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტს არასწორ ეკონომიკურ კურსსა და სამუშაო ადგილების შემცირებაში ადანაშაულებენ. ბოლო გამოკითხვებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა მით რომნის მკვეთრი უპირატესობით უსწრებს რამდენიმე შტატში, რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგებს განსაზღვრავენ. That's a 4% of GDP cut in the debt. That would put America back into recession. დებატები გვაძლევს შესაძლებლობას განმარტოთ ის გზა, რითაც ამერიკის წინსვლას შევუწყობთ ხელს, ხოლო ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორი ამერიკა სურთ. დებატების გამართვას მოუთმელად ველი, რომნი კარგი ორატორია, თუმცა არც მე ვარ მოუმზადებელი. იმაჩნია, რომ ყველაზე მწვავე დისკუსია იმ საკითხთან დაკავშირებით გვექნება, თუ რა სჭირდება ამერიკას წინსვლის გასაძლიერებლად. ბელგიაში კი რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. მუშების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინიგზის სექტორის რეორგანიზაციას აპროტესტებენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ მთავრობის მხრიდან სექტორის რეორგანიზაცია მათ სამუშაო პირობებს გააუარესებს. 24 საათიანი გაფიცვის შედეგად ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი სარკინიგზო რეისი გადაიდო. შეფერხება იყო ლონდონი ბრიუსელის რეისზეც. სარკინიგზო კომპანია ევროსტარი, რომელიც რეისებით ლონდონს, პარიზსთან და ბრიუსელთან აკავშირებს, აცხადებს, რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში მგზავრებს ალტერნატიული გამგზავრების საშუალება მიეცემათ. ბელგიელი მუშების ინტერესებს პროფკავშირები იცავს, რაც ძალიან კარგია. მსგავსი რამ ტაივანში, ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ არასოდეს მოხდებოდა. თუმცა თუ კი რკინიგზის მუშები გაიფიცებიან, მთავრობა აუცილებლად გამოძებნის ტრანსპორტის ალტერნატიულ საშუალებას, რომ მგზავრთა მიმოსვლა არ შეფერხდეს.
უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საავადმყოფოში მოინახულეს. ეს არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ტიმოშენკო მისმა მომხრეებმა ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ნახეს. საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა არსენ იაცენუკმა განაცხადა, რომ ის ტიმოშენკოს შემართებით გაოცებულია, რომელიც 28 ოქტომბერს გასამართი უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შესახებ იგულისხმა. გასულ კვირას ექს-პრემიერმა საკუთარ თანამოქალაქეებს საავადმყოფოდან მოუწოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინის არსებულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირონ. ვიდეო მიმართვა, რომელიც მისი პარტიის საიტზე არის გამოქვეყნებული, ტიმოშენკო ამბობს, რომ უკრაინას მაფია მართავს. 2011 წლის ოქტომბრიდან ტიმოშენკოს მისჯილი აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2009 წელს რუსეთთან გაზის შეთანხმების დროს ძალაუფლებისა და ძალაუფლების გადამეტებით გამოყენების ბრალდებით. იულია ტიმოშენკოს ნახვის შესაძლებლობა პირველად მომეცა ყოფილი პრემიერი მხნედ გამოიყურება. მეტიც გამაუცა მისმა შემართებამ და მზაობამ განაგრძოს პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სირიის ოპოზიციის ინიციატივა კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. ამ ორგანიზაციის მიზანი საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ დასახლებებში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა იქნება. ორგანიზაციის წევრები ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებასაც გაუწევენ. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სირიის ეროვნულმა საბჭომ და განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა სპეციალური ორგანიზაცია შექმნეს. დამფუძნებლების განცხადებით ორგანიზაცია დამოუკიდებლად იმუშავებს და არ ჩაერევა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში. სირიის ოპოზიციის განცხადებით 18-თვიანი კონფლიქტის შედეგად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს 30,000 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის შედეგად განსაკუთრებით უდანაშაულო ბავშვები დაზარალდნენ. გეგმავთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ვიმუშაოთ, რომ მათ შეძლონ ახალი ცხოვრების დაწყება. სირიაში უნდა აღდგეს საკომუნიკაციო საშუალებები, დასახლებებს უნდა მივაწოდოთ წყალი და ელექტროენერგია. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და სხვა ადგილას ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. სოციალური ქსელებით 2 თვის წინ სირიაში გადაცებული ამერიკელი ჟურნალისტის სამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. 47 წამიან კადრებში ოსტინ თაისი თვალებ ახვეული ჩანს. ვიდეოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განცხადება გააკეთეს. ვიქტორია ნულანდის თქმით, ამ ეტაპზე რთულია გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით რაიმეს მტკიცება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს მართლაც ოსტინია თუ სხვა ვინმე. შეიძლება რეჟიმმა სცენა დადგა. ჩვენ გვაქვს შეზღუდული ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მთავრობის ციხეშია. სამოქალაქო ომთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი სამოყვარულო ვიდეო გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ალეპოს ისტორიულ ნაწილში ქალაქის კულტურულ ცენტრში მეამბოხეებსა და ასადის არმიას შორის შეტაკება დაიწყო. ქალაქის ისტორიული ნაწილი არტილერიით ნადგურდება. სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულს თვითმკვლელობებით განთქმულ ხიდს იერსს უცვლიან. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ ხიდს შელახული სახელი აღუდგინოს და ის სიცოცხლის ხიდად აქციოს. ხიდზე უკვე გამოიკრა ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წარწერები შემდეგი შინაარსით. ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ჯერ არ დამდგარა. სადარდებელი არაფერია, რა კარგია ხიდზე სეირნობა, ჯერ ხომ არ შეჭამდით რამეს და ასე შემდეგ. სეულის მოქალაქეებს ხიდის ახალ სახესთან დაკავშირებით გასხოვებული მოსაზრებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო მნიშვნელოვანი ზომები უნდა მიიღოს. სამხრეთ კორეას თვითმკვლელობებით ერთ-ერთი პირველი ადგილი აქვს მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით სამხრეთ კორეაში ყოველდღე 40-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. თვითმკვლელობის მიზნით მოსული ადამიანები ამ წარწერების წაკითხვის შემდეგ გადაიფიქრებენ სიცოცხლის დასრულებას. მეჭვება ამ იდეის ეფექტურობა. ვფიქრობ, მთავრობამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს სუიციდის შემთხვევების შესამცირებლად. მხოლოდ ამ წარწერების გამოკრა ხიდზე თვითმკვლელობის შემთხვევებს ვერ შეამცირებს. ავსტრალიელი მომღერალი და მსახიობი კაილი მინოუგი კი ბრაზილიაში თავისი ახალი ფილმის ჰოლი მოტორსის წარსადგენად რიო-დე-ჟანეიროს ცნობილ კინოფესტივალზე ჩავიდა. ფილმის რეჟისორი ფრანკი ლეოსკარა, რომლის პრემიერა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ადამიანის ცხოვრების ერთ დღეზე მოგვითხრობს, რომელიც პარიზის ქუჩებით პარალელურ სამყაროში მოგზაურობს. კაილის შედეგით აღფრთოვანებულია და მიიჩნევს, რომ ფილმი აქტიური განსჯის საგანი გახდება. პრემიერაზე მას უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. ეს რიოში მომღერლის მესამე ვიზიტია, თუმცა არა ბოლო, რადგან მას ბრაზილიური კულტურის უფრო ღრმად გაცნობა უნდა. ფილმი ბრაზილიის კინოთეატრებში 12 ოქტომბერს გამოჩნდება.
It was such an amazing experience to ლეოს გაცნობა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მართლაც ვიგრძენი, რომ თავის სამყაროში მიმიღო ისევე როგორც მისმა ჯგუფმა. ძალიან მეშინოდა კინოში დაბრუნება, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ თუ ვენდობოდი, ის ჩემს გმირს შთამბეჭდავს გახდიდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ფესტივალზე ჩამოსვლა მინდოდა, ეს ბრაზილიელი გულშემატკივარია. მათ ისეთი სითბოთი მიმიღეს. ყოველთვის, როცა სადმე კონცერტს მართავ, პარიზი იქნება ეს ლონდონი თუ სხვაგან, ყოველთვის შენიშნავთ ბრაზილიულ დროშასა და გულშემატკივრებს. ძალიან მომწონს აქაური მუსიკა, ცხოვრების სტილი, აუცილებლად დაუბრუნდები. ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის უხუცესი სექს მუშაკები ტყუპი დები, ლიზა და მარტი ფოკენსები მემუარების დაწერას აპირებენ. დები ამბობენ, რომ მათი წიგნი სახელწოდებით გაიცანით ფოკენსები მსოფლიო ბესტსელერად იქცევა. მემუარებიდან მკითხველი უძველესი პროფესიის ბევრ, დღემდე უცნობ დეტალს შეიტყობს. დები 15 წლის ასაკიდან სექს ინდუსტრიაში არიან ჩართულები, რამდენიმე წლის წინ მათ სექს მუშაკების პროფკავშირით შექმნეს. დები ფიქრობენ, რომ პროსტიტუცია ქალისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია. ნაწარმოები გაიცანით ფოკენსები მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ერთგვარი აღსარება იქნება. ვინ იყო სინამდვილეში მონა ლიზა კითხოს, რომელიც საუკუნების განმავლობაში აწუხებდა კაცობრიობას, მალე შესაძლოა პასუხი გაეცეს. იტალიელმა არქეოლოგებმა ფლორენციის გარეუბანში საფლავს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ ვინმე ლიზა გერარდინის ეკუთვნის. ლეონარდო და ვინჩი მოგონებებში ფლორენციელი ვაჭრის ქალიშვილი ლიზა გერარდინის ჯოკონდად მოიხსენიებს. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ისინი 500 წლის წინ გარდაცულ ქალსა და და ვინჩის სტილოს შორის მსგავსებას დაადგენენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უცნობი ქალის სახის ნაკვთების აღდგენა შევძლებთ, რაც საშუალებას მოგცევს მონა ლიზას ვინაობას საბოლოოდ დავადგინოთ. უახლესი ტექნოლოგია, რომელიც არასოდეს ცდება მითებს და ვინჩის სტილოს შესახებ სამუდამოდ გააკარწყლებს. ჩვენ მალე ჭეშმარიტებას შევიტყობ, თუ ვისი სახე უკვდავყო იტალიელმა გენიოსმა. თუ კი ჯოკონდა ლიზა გერარდინი არ არის, მაშინ ნახატთან დაკავშირებით ახალი ვარაუდები გაჩნდება. მუშაობის პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა დავადგინოთ ლიზა გერარდინი თავიდანვე აქ იყო დამარხული თუ მოგვიანებით გადმოასვენეს. აგრეთვე მნიშვნელოვანია გაირკვეს რითი გარდაიცვალა ფლორენციელი ქალბატონი. გარდაცვალების მიზეზი აუცილებელი პირობა, რომელიც ჯოკონდას ვინაობის დადგენაში დაგვეხმარება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში დავით გამყრალიძე პოლიტიკიდან წავიდა. ეს განცხადება ახალი მემარჯვენების უკვე ყოფილმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა. როგორც გამყრალიძე აცხადებს, ის ასრულებს თავის დანაპირებს და ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. გამყრალიძემ მადლობა გადაუხადა თავის ყველა თანამებრძოლსა და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში პარტიამ კარგი და პოზიტიური როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ახალი მემარჯვენების პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ამ თანამდებობას აღმასრულებელი მდივანი რევას სოხაძე დაიკავებს. თავად გამყრალიძემ კი არ დააკონკრეტა რა სფეროში გააგრძელებს ის საქმიანობას, თუმცა დასძინა, რომ ეს პოლიტიკა არ იქნება. დღესვე მედიასთან შეხვედრაზე მემარჯვენეების უკვე ყოფილმა ლიდერმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში აუცილებლად მე დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ვტოვებ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის პოსტს, მე მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან და დღეს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. მინდა გადავუხადო თითოეულ მემარჯვენეს, თითოეულ ამომრჩეველს, მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც მე ძალიან მძიმე ბრძოლა გავიარე, ძალიან მძიმე პერიოდი, მაგრამ ძალიან საამაყო. მე მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმ 12 წლით, რომელიც მე გავიარე ამ ადამიანებთან ერთად. მინდა მიულოცო ამ არჩევნებში გამარჯვებულს, ქართულ ოცნებას და პირადად ბატონ ივანიშვილს. უსურვო წარმატება ქვეყნის საკეთილდღეოდ და ვისურვებდი, რომ გაემართლებინოს ის უზარმაზარი ნდობა, რომელიც მან მიიღო ხალხისგან და საქართველოს ამომრჩევლისგან. დილი და ხმაურია კახეთში სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ადგილობრივების საკუთარი ხმების დაცვას საპროტესტო გამოსვლით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილთა მტკიცებით რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო, თუმცა შემაჯამებელი ოქმი საერთოდ გაუქმდა. ზეწოლის ფაქტს საუბნო კომისიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამ დროისთვის სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები ადამიანები გამგეობის შენობის წინ არიან შეკრებილები. გააყალბა და სხვა ვიღამ გააყალბოს კაცო. და ეგ არის პირველი დამნაშავე. სოფელში ეგ არის მოურავი უნდა ითქვა. 20 წელიწადი მეტი 40 წელი მუშაობს ეგ გამგებელი როგორც გამგებელი იგრე. განა როგორც მდივანი. და ეგ ქალმა ბევრი რამე დანაშაული ჩაიდინა და საცხეთ უნდა გავუხადოთ საქმე. 377 ხმა გვაქვს გელა გელაშვილს,
207 ხმა აქვს ლევან ბეჟაშვილს. ეს არის ნამდვილად და დაფიქსირებული და რომელიც CSKO-სთან მიტანის შემდეგ გაყალბდა. ჩვენ მთელი სოფელი ვიცავთ ჩვენ ხმებს. კომისიის რეგისტრატორი მივიყავი მე. ხელი არ მაქვს მოწერილი ოქმზე, რომელიც რო გადასცეს რაიონში და მიეტანეს იქ. რომელიც რო 13-ვე კაცსა გვაქვს ხელი მოწერილი, ის ჩვენ ხელში გვაქვს. აი ის დადონ და აღიარონ, რომ ჩვენმა ხალხმა მოვიგეთ და მოიგო ბატონმა გელაშვილმა. რეგისტრატორის ბეჭედი მოხდა კომისიის თავმჯდომარესთან და რეგისტრატორის ბეჭედი კიდე მოხდა კომისიის თავმჯდომარესთან. ვიცი, მექანიკურად შეიცვალა რა, დავარდა, დაბლა და უცბად იმ კომისიის წევრმა იყო და თურმე კომისიის ბეჭედი ყოფილა და რეგისტრატორის თავმჯდომარეს შეეჩადა. დღის მანძილზე რეგისტრატორი გულწრფელად კომისიის ბეჭედს უწყდა იმათ. კომისიის თავმჯდომარემ დაწერა განმარტება, რომ ეს მექანიკურად მომივიდაო და აცნობა საოლქოს. არავით არ ისაო, გააგრძელეთ თქვენაო რახან შესწორება მოხდა. საოლქო კომისიაში სადაც იყვნა ვანო პეტრიაშვილი და კიდევ ერთი იურისტი. კიდევ ხო. იქ მოხდა ის, რომ ის ოქმები, რაც ჩვენ გვქონდა ატანილი, იმის მიხედვით კი არ დაიწერა ეს ძირითადი ოქმი, დაიწერა თვითონ თავიანთი ინიციატივით, როგორც უნდა ასე გამოვიდა ესე დაწერა. არჩევნების გაყალბების შემთხვევები და კადრები, სადაც კონკრეტული დარღვევებია დაფიქსირებული. დილიდან სოციალური ქსელით ზუგდიდში აღმოჩენილი კანონდარღვევების ამსახველი ვიდეო მასალა ვრცელდება. ახლა გთავაზობთ კადრებს, რომლებიც 32 უბანზე არის გადაღებული. ამ მასალაში ჩანს, როგორ იდევს ჯიბეში ერთი ამორჩეველი ერთ ბიულეტენს და როგორ აგდებს მეურნეს ურნაში. ეს ადამიანი დამკვირვებელს მადლობის ნიშნად ხელსაც უსვამს, რადგან მის თვალწინ მომხდარ დარღვევაზე მან არავითარი რეაგირება არ მოახდინა. ზუგდიდის არჩევნებზე მომხდარი დარღვევების კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ასევე კამერამ დააფიქსირა. რეგისტრაცია გავლილი ამორჩეველი, რომელმაც ხმა უკვე მისცა, კაბინიდან გამოსვლის შემდეგ მის მომლოდინე პირს შეკვრას გადასცემს. მასალის მიხედვით ეს ადამიანი შეკვრიდან იღებს პირადობის მოწმობას, შემდეგ კი რეგისტრაციის რიგში დგება. რა უნდათ საჯარო მოხელეებს საარჩევნო უბანზე, ქედაში, სოფელ მერიში, მე-18 უბანზე ხმების დათვლისა, სოფლის გამგებლები და სხვა საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მათი ყოფნა გააპროტესტა და საჩივარიც მოამზადა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი 2 საათის შემდეგ დაარეგისტრირა და თქვა, რომ საჯარო მოხელეების უბანზე ყოფნას ხმის დათვლის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. არ ვიცი ნამდვილად რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გაგვათხილეს, რომ გარეშე პირების შემოსვლა საარჩევნო უბანზე შეუძლებელი იყო, ვინაიდან ორივე კარი დაკეტილი იყო, აღმოჩნდა, რომ მეორე სართულზე ისევე ადმინისტრაციული რესურსია ფაქტობრივად, რომელიც მობილიზებულია, ეს არ შეიძლება კანონით ისჭირდება. და ცოტა ხნის წინ საკუთარი მონაცემები გამოაქვეყნა აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიამაც. უსკოს მონაცემების მიხედვით 3 ოლქში ლიდერობს ქართული ოცნება, ასევე 3 ოლქში უპირატესობა აქვს მიღებული ნაციონალურ მოძრაობას. ამ დროისათვის სიტუაცია შემდეგია. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქებში ლიდერობს საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, კერძოდ ბათუმში 64%, ქობულეთში 54%, ხოლო ხელვაჩაურში 64%, ხოლო ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს, კერძოდ ქედაში 48%, შუახევში 61%, ხოლო ხულოში 58%.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარღვევებზე საუბრობენ. კომისიაში რამდენიმე საჩივარი უკვე შევიდა. ეს საჩივრები კომისიის თავმჯდომარის ხმით ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საოლქო კომისიაში საჩივრის შესატანად 3 დღიანი ვადა აქვთ მიცემული. დღეს განვიხილეთ ჩვენ გუშინ შემოსული 8 საჩივარი. აქედან 3 საჩივარი დავტოვეთ განვიხილველი, იმიტომ რომ არასათანადო წესით იყო შედგენილი. განვიხილეთ 3 საჩივარი, რომელიც ძირითადად მცირე პროცედურული დარღვევებს შეეხებოდა. დღეს შემოვიდა კიდევ საჩივრები, ამიტომ დღეს შემოსულ საჩივრებს ჩვენ განვიხილავთ ხვალ. არ არის გამორიცხული, რომ ხვალში კიდევ შემოვიდეს, იმიტომ რომ უბნებთან დაკავშირებულ საკითხებთან საჩივრების შემოტანისვა და 3 დღეანია. ლენტეხში ქართული ოცნების შტაბი კი დათვლილი ხმების ბათილაცნობას ითხოვს. კოალიციის წარმომადგენლების მტკიცებით საარჩევნო პროცედურამ 46-ე საარჩევნო ოლქში დარღვევების ფონზე ჩაიარა. კონკრეტული კანონდარღვევების საფუძველზე საარჩევნო შტაბის წევრები ახლა უკვე საარჩევნს ამზადებენ. სამშაბათს საბოლოო ჯამში დღეს ერთ-ერთ უბანზე, სადაც უნდა ყოფილიყო 600 ბიულეტენი გაცემული, 300 პროპორციული სისტემით, 300 მაჟორიტარული სისტემით, მიღება ჩაბარების აქტში დაფიქსირდა მხოლოდ 300. ანუ ნახევარი. შესაბამისად ეს იწვევდა გაურკვევლობას მაშინ, როდესაც დამთავრდა კენჭისყრა, უნდა შემდგარიყო შემაჯამებელი ოქმი და ციფრები არანაირად ერთმანეთს არ ემთხოვოდა. თუ 300 ბიულეტენი მიიღო უბანმა, როგორ გამისცა ხმა 470 ბიულეტენის მეშვეობით ამორჩეველია. უმეტეს უბნებზე ეს ულქები და ზომრები არ ჰქონდათ წიგნებს, რაც ქმნიდა იმის თავისუფალ შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ფურცელი, რომელიც მისაღები არ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობისათვის და მათი კანდიდატისათვის, ნებისმიერი შედეგი ყოფილიყო დახეული, ამოხეული, ჩამატებული და ასე შემდეგ. არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ქართული ოცნების წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც გიორგი ნაჭყებია. ცნობით არჩევნების წინაღამის კოალიციის კოორდინატორებსა და კომისიის წევრებს დაემუქრნენ. კოალიციის ადგილობრივი ოფისის მონაცემები წალენჯიხაში ოქმებისა და ჟურნალების უმეტესობა დაულუქავი იყო. დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული კარუსელიც. ამ დროისთვის წალენჯიხაში უკვე დაწერილია 10-ობით საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისია განიხილავს. პირველადი მონაცემებით ქართულ ოცნებას წალენჯიხაში მხარი ამომრჩეველთა 35%-მა დაუჭირა. ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილე, რომ როგორმე მომხდარიყო გადაშენა აბსოლუტურად ყველა არის, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა კომისიის წევრს გაწყვეტენ. თითქმის ყველა პიროვნებას გაწყვეტენ და მაქსიმალურად ეცადნენ რომ შეეშინებინათ. და ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ჩვენ გარკვეულწილად არ გვეყო რეალურად რესურსი, რომ ყველაფერ ამას შევბრძოლებოთ. იყო კარუსელის ფაქტები, იყო ადამიანების მიერ ყალბი პირადობის გადაყრების საკითხები, მაგრამ რეალურად მათზე ოპერატიული რაღაცა ზემოქმედების განხორციელება ვერ მოხერხდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, დაწერილია საჩივრები, შედგენილია ოქმები. ხმაური იყო ნიუ-იორკში მეოთხე საარჩევნო უბანზეც, რის გამოც საარჩევნო პროცედურა 2 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი დამკვირვებლების არ დასწრება გახდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმის გამო, რომ ყალბის სადამკვირვებლო ბარათები ჰქონდათ. ამის გამო რამდენიმე დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე არ შეუშვა. კომისიის თავმჯდომარე პაატა აბჟანდაძემ დამკვირვებლებს უბნის დატოვება მოსთხოვა, რისთვისაც პოლიციის თანამშრომლებიც კი გამოიძახა. სიტუაციის პროვოცირებას ასევე ახდენდა ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფი, რის გამოც იმედის ოპერატორსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის ლაპარაკება მოხდა. დაძაბული ვითარების გამო საარჩევნო უბანი 2 საათის დაგვიანებით გაიხსნა. სულ არჩევნებში ნიუ-იორკში 3387 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 866 ადამიანმა მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კოალიცია ქართულ ოცნებას ხმა მისცა 606 ადამიანმა, ნაციონალურ მოძრაობას კი 223 ამომრჩეველმა. ადამიანი შედალოცვილო, ეს ბეჭია, ამას ბეჭუდა. ეს არის მოწყობა. არჩევნები 2 საათის დაგვიანებით დაიწყო მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, თავმჯდომარის ინიციატივით არ იყო დაშვებული საარჩევნო უბანზე უმრავლესობა დამკვირვებლებისა და ამის მიზეზად იყო დასახელებული აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუგებარი მიზეზები, რომელიც არ არის ასახული დებულებაში, არც საარჩევნო კოდექსში და არც საარჩევნო წესდებაში. გაიწევას მე მგონია სპეციალურად იმის გამო, რომ ქვემოთ მოწყობილი იყო უამრავი ხალხი ქართული
გამორჩეულებისა და 2 საათნახევრის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა დროებით მაინც დატოვა უბანი. შემდეგ თავმჯდომარემ დააპირა ჩვენი მოტყუება, ანუ ჯერ პირველ რიგში მოგაწერინა ხელი რომ ვითომ დაგვიშვეს და მე გამოიძახა პოლიციამ რომ ჩვენ პოლიციის ძალით გავეყვანებთ უბნიდან, მაგრამ ჩვენი სრულიად ლოგიკური ასაბუთების მერე ამერიკული პოლიციის ოფიცრების მიმართ პოლიციელებმა დატოვეს შენობა და დააკტოვეს შეულებრივად უბანზე როგორც წესი და რეგია არის. ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია CNN-ს ლონდონის ბიუროს ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუში საუბარი შეეხო როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. კოალიციის ლიდერმა CNN-თან პირდაპირ ეთერში რუსეთსა და დასავლეთთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა და აგრეთვე ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ გეგმებზე. Я думаю, что ფიქრობ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. პირველ რიგში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. ეს ადვილი არ იქნება და მალე არ მოხდება. საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტები რუსეთთან კავშირში მადანაშაულებდნენ, მაგრამ მე მათთან არანაირად არ ვარ დაკავშირებული. კრემლთან ურთიერთობების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისათვის ყველა გზას გამოვიყენებთ. ფიქრობ ეს ადვილი არაა, მაგრამ მიღწევადია. პირველ რიგში კრემლი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ არ იქნება საზიანო და წინააღმდეგ მეგობრები რუსეთის ინტერესებთან. სამომავლოდ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს. კავკასია რთული რეგიონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ საერთო ინტერესებს გამოვნახავთ. საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას გააგრძელებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განავითარებს. უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, რომ არ იქნება არანაირი პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, მაგრამ თუ კი ვინმე მთავრობაში კანონი დაარღვია, სასამართლოს წინაშე წარსდგება. სხვა მხრივ ადამიანები, ვინც მთავრობაში მუშაობენ, თავიანთ ადგილებს შეინარჩუნებენ. ახლა გაგაცნობთ იმ საერთაშორისო გამოხმაურებას, რომელიც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელდება. დავიწყებ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის ვილფრედ მარტინესის გამოსვლით. მე დიდ ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწონებ პრეზიდენტის საქციელს, რომელმაც ხალხის არჩევანს პატივისცა და ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი. ის ამბობს, რომ სახალხო პარტია მომავალში ივანიშვილის მთავრობას დააკვირდება და გააკონტროლებს, შეძლებს თუ არა ეს ძალა დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებას. პარტიის ლიდერი ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებსაც და ამბობს, რომ განცხადება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მიუღებელია. მარტინესი აქებს მიხეილ სააკაშვილს ახსენებს მის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ევროპელი პოლიტიკოსი პრეზიდენტის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ დაგმობს. დღეს ნობელი ხდება კიდევ ერთი გამოხმაურების შესახებ. ამერიკიდან პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდებიან საქართველოსთან ახლო თანამშრომლობასა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებას. ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე წერია, რომ ვაშინგტონი საქართველოს ახალ პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. შეფასებულია 2012 წლის 1 ოქტომბერიც. შეერთებული შტატები საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებასა და დემოკრატიული განვითარების ახალ მიღწევას ულოცავს. ეს განცხადება და თეთრი სახლის პრესამსახურის მიერ ოფიციალური ვაშინგტონი არჩევნებს ისტორიულს უწოდებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კონკურენტუნარიანი კამპანია ჩაატარეს. საკუთარი დემოკრატიული უფლებებით თავისუფლად ისარგებლეს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის სურვილი დაამტკიცეს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აქვე გამოყოფილია დამკვირვებლების როლიც და ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეუწყოს ხელი. საქართველოს ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. ჰილარი კლინტონი ახალ პარლამენტში ყველა მხარეს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებს. დიპლომატი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს და ამ დღეს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის ისტორიულს უწოდებს. ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე. ევროპელი დიპლომატები ახალი პარლამენტის ყველა წევრს საქართველოს ინტერესების დასაცავად ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია დადებითად აფასებს არჩევნებში ამ მრჩეველთა მაღალ აქტივობას და იზიარებს ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებას, რომ პროცესი დემოკრატიულად წარიმართა. კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულეს თქმით, ქართულმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა. პასუხისმგებელი ხელისუფლება და კონსტრუქციული ოპოზიცია კი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ეს იყო ევროკომისრების გამოხმაურება.
გერმანია კი საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებსა და ეუთოს დამკვირვებლების დადებით შეფასებას მიესალმება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ულოცავს და აცხადებს, რომ შედეგების მიუხედავად არჩევნები დემოკრატიული კონსოლიდაციის ნიშანია. გიდო ვესტერველი ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას. ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავია საქართველოს მიღწევები თანამედროვე და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. გერმანული თვალთახედვით ეს არჩევნები დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ დარჩენილი პრობლემების აღმოსაფხრელად. და პოლიტიკური თემების შემდეგ მოვისმინოთ სპორტის ახალი ამბები სპორტული კოლაჟი ჩვენს ეთერში. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მთავარი მოულოდნელობა მიუნხენის ბაიერნის ბელარუსის ჩემპიონ ბატესთან დამარცხება იყო. მასპინძლებმა კონტრშეტევის ტაქტიკა აირჩიეს და არ შეცდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრამ გერმანელების შეტევების ფონზე ჩაიარა, მეტი გოლი მაინც მათსავე კარში გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ და ეს ბატემაც დაამტკიცა. ფიქრობ, ამ გუნდს შორს წავსვლა შეუძლია, ჩვენ კი ბრძოლას განვაგრძობთ. ჯერჯერობით ყველაფერი დაკარგული არაა და მეტი კონცენტრაცია გჭირდება. როდესაც ბაიერნის მსგავს გრანდთან თამაშობ, ცოტა იყვალისა და მეტოქის მხრიდან სათანადოდ შეუფასებლობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. თუ ბაიერნის მიერ სეზონის დასაწყისში გაშვებული გოლების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ჩვენ მიერ გადანილი 3 გოლი ფანტასტიკური შედეგია. ბატეს რიგებში გოლები პავლოვმა, როდიონოვმა და რენან ბრესანმა გაიტანეს. ბავარიელთა ერთადერთი გოლი კი რიბერის ანგარიშზეა. ჯიჯგუფში 6 გოლით ბატე პირველია, ვალენსიასა და ბაიერნს 3-3 გოლი აქვთ. ლილი კი ჯერჯერობით უკულოდ ასპარეზობს. ესპანურმა ბარსელონამ პორტუგალიურ ბენფიკასთან გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. ლისაბონში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კატალონიურმა კლუბმა შეძლო და თითო ტაიმში თითო გოლით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ბურთები სანჩესმა და ფაბრეგასმა გაიტანეს. არ იყო იოლი მატჩი, 2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტით შეგვეძლო. სასურველი შედეგის მიღწევაში ის დაგვეხმარა, რომ ანგარიში ჩვენ გავხსენით. თუმცა შეიძლებოდა პირიქითაც ყოფილიყო და მეტოქის მაღალ მოთამაშეებს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთები გამოეყენებინათ. ლიგაზე იოლი შეხვედრები არ არსებობს. მეტოქის ბურთიან ფეხბურთელებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ისინი ბურთის მიღებისას შეცდომას თითქმის არასოდეს უშვებენ. თან შემადგენლობა ერთი უცხო პლანეტელი წავთ, რომელიც დანარჩენ სამუშაოს ასრულებს. H ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოსკოვის სპარტაკმა გლაზგოს სელტიკთან შინ 2-3 წააგო. ახალი 12-ზე ამი დასრულებულია, ზუსტად 2 საათზე, უკვე ახალ ამბებს ჩემი კოლეგა სოსო კაციტაძე გაგაცნობთ, მე კი 18 საათამდე დაგემშვიდობებით, დროებით.